Shaloa, Belgrade's declarația, თქვენი შეფასება გვაინტერესებს, რაზე შეთანხმდით საბოლოოდ და როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად იმუშავებს ეს ახალი ფორმატი? ძალიან ნაყოფიერი ორი დღე იყო, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც იყვნენ ინიციატორები ამ შეხვედრის და ზოგადად ახალი და უნიკალური ფორმატისა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები გვექნება შესაძლებლობა ერთმანეთთან გქონდეს კონტაქტი იმ მიღწევებსა თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იქმნება. დღეს ბელგრადის დეკლარაციით ჩვენ დავაფუძნეთ ეს ფორმატი, ასევე გადავწყვეტეთ, რომ ეს იქნება მუდმივი ფორმატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ წელს შეიკრიბება და ამავე დროს შეკრებებს შორის ჩვენ გვექნება როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია, ისე საპარლამენტო სხვა ფორმატის გამოყენებით. ყველა თანხმდებით იმაში, რომ საჭირო არის ერთი ხმით საუბარი ბრიუსელთან, მაშინ როდესაც მიდის სხვადასხვა ოფციებზე თუ ვარიანტებზე ფიქრი ევროკავშირის შიგნით, თუ როგორ მოხდეს ახალი წევრების მიღება თუ არ მიღება, იყოს ეს სრული წევრობა, ნახევარწევრობა, არაწევრობა და არასრულფასოვანი წევრობა, მეორე ხარისხოვანი წევრობა, ხედავთ რომ ყველანაირი ვარიანტი გვესმის, მნიშვნელოვანია რომ კანდიდატმა ქვეყნებად საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები, მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით. ასე რომ ეს ერთსულოვნება დღეს ყველა კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს და წარმომადგენლებს შორის იყო. გვიხარია რომ ჩვენ ამ მხრივ თანამოაზრები ვართ. და დეკლარაციაზეც რა ვთქვათ ხო, ანუ საინტერესოა, ანუ პრინციპში გქონდა შესაძლებლობა რომ თავარი ეგზამინების განსხვავებით, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დეკლარაცია და თავარი ეგზამინების ჩავიდო? უპირველეს ყოვლისა ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებული არის ეს ერთობა პარლამენტის თავმჯდომარეების, ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება, ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომელიც ჩადებული იყო თავდაპირველად ევროკავშირის გაფართოების თუ გაწევრიანების პროცესში და ასევე იმ ფორმატებს, რომლითაც უნდა დაითვირთოს შემდეგ წევრობის კანდიდატ ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ეს პლატფორმა, ასე რომ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი შეიქმნა, მნიშვნელოვანი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი შეიქმნა და მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც ხედავთ ჩვენ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმების დისკრედიტაციას, თვით დისკრედიტაციას, მნიშვნელოვანია რომ თანამოაზრეები და ერთ საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტები ვიყოთ მონაწილე ერთიანი პროცესისა. ეს გაჟღერდა რომ ამ ფორმატში ჩაერთობენ ასევე ევროსტრუქტურების წარმომადგენლების ეს არის ერთგვარი შეთავაზება თუ უკვე არის შესაძლებლად ვთქვათ სტრუქტურის წარმომადგენლების ჩაერთობიან? უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ხაზგასაცმელია რომ ეს არის თავად კანდიდატი ქვეყნების ფორმატი, რომელშიც ჩვენ გვსურს რომ სხვადასხვა შეხვედრების დროს მოვიწვიოთ, რა თქმა უნდა, ბრიუსელის წარმომადგენლებიც იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ ხოლმე. ასე რომ ეს ფორმატი არ გულისხმობს კარგ ჩაკეტილობას და ერთმანეთში საუბარს ხოლო არამედ გულისხმობს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების სწრაფვას და შემდეგ ამ ერთიანი პოზიციით წარდგომას ბრიუსელის და ზოგადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წინაშე. განწყობები. შესაძლოა აფერხებს უფრო ინტეგრაციის პროცესს, ვიდრე ამას აიოლებს. თქვენი კოლეგების გამოსვლიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ თქვა, თუ ეს აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს წლებში სწრაფი გაწევრება არის შესაძლებელი?
ზოგადად ძალიან რთული საკითხია და რაც უფრო ხშირად მაქვს მე კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ისე კანდიდატ ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება თუ სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. იქნება შტაბეშტილება, რომ 2022 წელს ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა გადაიაზრა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი და ახლა გადაერთო გაფართოების სტრატეგიაზე, ეს განცხადებები ასეთი შტაბეშტილება იქნება, რომ ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ნაჩქარევად იქნა გადაანახული იქნება როგორც ნაჩქარევი განცხადებები და არის მცდელობა ახლა ან ამ პირობის გასვლისა ან ახალი პირობების წამოყენებისა გაფართოების გზაზე და ისეთი პირობებისა, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის, ასე რომ ეს წინაღობები და სირთულეები, რასაც საქართველოს გძნობთ, ამაში ახალი არაფერი არ არის და ამ ორმა დღემ მათ შორის ეს დაადასტურა ჩემთვის ყველა კანდიდატ ქვეყანას თითქმის აქვს მსგავსი გამოწვევები. ეს არის ხანდახან არის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს პირადი პოლიტიკური დღესდღეობით ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებით, ხანდახან არის ბრიუსელი, რომელსაც აქვს საკუთარი დამოკიდებულებები, რომელიც რაც თავარი არ გამომდინარეობს არც გაწევრიანების პროცედურებიდან, არც კოპენჰაგენის პრინციპებიდან, არამედ არის რაც ახლად მოგონილი დამატებითი კრიტერიუმები თუ წინა პირობები, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დღესდღეობის ემსახურება სხვადასხვა ქვეყნის. ასე რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მხრივ ჩვენ ვიყოთ ერთიანი, ვინაიდან ცალ-ცალკე ამ ურთიერთობაში ჩვენ არ ვართ თანასწორი, როდესაც საქმე გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვს და შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი წინსვლა და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა ინფორმაციის გაცვლა. ერთი მაგალითის სახით სერბეთი ელოდება ახლა გადაწყვეტილებას მესამე გაწევრიანების მოლაპარაკებაში, ეგრეთ წოდებული მესამე კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით. არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა რიგით მე-6-ჯერ ზედიზედ. ევროკომისიამ გასცა დადებითი დასკვნა და როგორც ხა მედიაშიც იწერება და გამოდის ინფორმაცია, არის ნიდერლანდები, რომელიც ეწინააღმდეგება გახსნას მიუხედავად იმისა, კლასტერის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამაც კი დაადასტურა, რომ იმსახურებს სერბეთი მისი რეფორმიდან გამომდინარე ამ მოლაპარაკების ამ ნაწილის გახსნას და ბალტიის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც იმის გამო, რომ სერბეთს დაწესებული არ აქვს სანქციები რუსეთისთვის, ამის გამო ბლოკავს ამ მოლაპარაკების ამ ნაწილის გახსნას. ასე რომ ასეთი შემთხვევებით სავსე არის მთლიანად ეს გაწევრიანების პროცესი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მხრივ კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთს ერთი რომ ინფორმაცია გაუზიაროთ და მეორე ერთმანეთს შევეხიდოთ და გვერდში დავუდგეთ. შავა ელთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებზე მინდა კითხოთ, თქვენ დაწერეთ საკმაოდ მწვავე სტატუსი, შეიძლება ასე ითქვას სოციალურ ქსელში, რა არის ის მთავარი, რასაც თქვენი შეფასება ეფუძნება იმ პროცესის ირგვლივ, რაც ნახეთ თუნდაც დღეს? მთავარი საქმე სწორედ ეს არის, ის რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა, ეს არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა და ამას ვაკვირდებით ჩვენ მათ შორის საქართველოს მაგალითზე, სხვადასხვა ამგვარ პლატფორმაზე, როდესაც ხდება ბოროტად გამოყენება ამგვარი ორგანიზაციების საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის და სამწუხარო არის, რომ ეს ორგანიზაციები აძლევენ უფლებას ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომ იყვნენ მათ ხელში იარაღი. დღეს ფაქტობრივად ხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, დღეს იქცნენ ყალბი ნარატივების შეთხზვის და გავრცელების, იქცენ კონფლიქტების გაღვივების და ქვეყანაზე ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორები. ამიტომ არის ვფიქრობ, რომ დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური
ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურიზიებისთვის. ეუთო საპარლამენტო ასამბლეაზე ბატონიშალ და იმ კრიტიკაზე, რომელიც ამოვიდა საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სომხეთში და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების გამო. არანაკლები კრიტიკა შეიძლება ითქვას, რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, თუმცა საქართველოსთან განსხვავებით დაშვების დონეზეც კი არ არის საუბარი ხელისუფლების ლეგიტიმაციის თემაზე, როდესაც ისიც რა ხდებოდა ამ მიმართულებით საქართველოსთან მიმართებაში. რა შეიძლება დაუკავშიროთ საქართველოსთან მიმართებაში ევროპული პოლიტიკოსების მსგავსი მიღება. ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენ საკითხს უყურებთ სხვა ქვეყნების, რა თქმა უნდა, შეიძლება მსგავსი გამოწვევები ქონდეს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ნახეთ იმ რეზოლუციით, რომელშიც კვლავ ჯო ვილსონმა თავისი სახე დაგვანახა და თავი შეგვახსენა. ნახეთ ერთი რამ, რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა. ნახეთ ის, რომ ფაქტების ნაცვლად გვაქვს манипуляციები, ნახეთ ის, რომ არის კიდევ ერთხელ ყალბი ნარატივების შეთხუზის მცდელობები საქართველოს წინააღმდეგ, ასე რომ ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცებული იქნა იმ ჯგუფების მიერ, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ერთი რამაც კიდევ უნდა გავიხსენოთ, ეს ერთი და იგივე ხალხი არის, ერთი და იგივე სახეებია. იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ატყობთ, რომ ერთი და იგივე სახელები, გვარები, სახეები ტრიალებენ ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ესხმიან თავს და ანტიქართულ დოკუმენტებს თხზავენ. მეორე კვირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც მოჩენილი არიან საქართველოს იმისთვის, რომ რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაბრძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მე-19 საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პოლიტიკური დრის-წესრიგის განსახორციელებად თელს ქვეყანას თავს დაესხან სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ნაციონალური მოძრაობის ახალ სტრატეგიაზე კითხავთ, რომელიც ახალისგან გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილმა, თქვა, რომ ერთი ნაწილი ამ საკითხში არის ზომად უნდა იმოქმედონ თხილად, იმიტომ რომ აკრძალვის ასე ვთქვათ, საფუძველი არ მოხსენ. მეორე არის ის, რომ ვთქვათ, საფუძველი არ მოხსენ პარტიაში, თუმცა ის რომ ბერიშვილი და უნდა შექმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც თავისუფლად უნდა იყოს თავად გენერალური მდივანი ნანოვა ჟორჟოლის. აი როგორ ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებამ და ამ სტრატეგიამ რამდენად შეიძლება ახალი ნაციონალური მოძრაობა უნდა მივიღოთ? არ მგონია რომ საქართველოს საჭიროებდეს უკრაინის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკური ლანდშაფტში წესების დადგენას და პოლიტიკური ლანდშაფტის გადანაწილებას. ეს ცალკე პრობლემა არის და სრული პროფანაცია საერთო ჯამში, რასაც ქვია სამშობლო და მოქალაქეობა. ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის პასპორტზე, დღეს კიდე რაღაც საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. შეგახსენებთ ეს ადამიანი, რომელსაც ქართული ენა დაავიწყდა და უკრაინულად მელაპარაკეთო სასამართლოში ითხოვდა თარჯიმას. აი ამგვარ ცირკთან გვაქვს ჩვენ საქმე და ამ ცირკს მე როგორც ვაწყობ, თავად მოუღებენ მალევე ბოლოს. თავად თუ არ მოუღებენ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენი სარჩელი, რომელიც შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სრულად დასაბუთებული. ამიტომ ეს ანტიკონსტიტუციური, ანტიკარტული, ქართული, ანტიეროვნული გაერთიანება უნდა დასრულდეს. სწორედ ეს არის თავარი დაუშვებელია საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული დაჯგუფება ადამიანების, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს და რომელმაც ერთადერთი რამე გააკეთა ამ ქვეყანაში, რომ შექმნა დიქტატურა და რომ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი გადააბარა პირდაპირ ოკუპანტ ქვეყანას. დიდი მადლობა.